როგორ ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სკოლებში? ჩემი აზრით აუცილებელია რომ ისწავლებოდეს. რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი რომ დაბალ კლასებში ისწავლებოდეს, მაგრამ ყველა ასე რომ ვთქვათ, მოზარდმა უნდა იცოდეს ეს თემა, გარკვეული დოზით, გარკვეულ დონეზე. არ არის მიზანშეწონილი ბავშვის ფსიქოლოგიისთვის ამ საგნის ცოტა ადრე შეტანა. მგონია რომ უნდა ისწავლებოდეს დაახლოებით 15-16 ბოლო კლასებში. ცოტა მაღალ კლასებში კი და დაბლებში არა. მაინც რომელი ასაკიდან? დაახლოებით 15-16 წლიდან კი. უნდა ისწავლებოდეს თუ არა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სკოლებში? რა ასაკიდან? მე-7 კლასიდან. არა, არ უნდა ისწავლებოდეს. საიდან უნდა გაიგონ აბა ბავშვებმა? აი, როცა სკოლას დაამთავრებენ, მერე უნდა გაიგონ. საიდან? საიდან და რა ვიცი. როგორ უნდა გაიგონ? ფილმებიდან, ტელევიზიიდან, ლიტერატურიდან. მე-7 კლასიდან. დავუშვათ მე-9 კლასიდან. მე მგონა ისწავლებოდეს. სადღაც მე კლასი. მე კლასის სპეციალით. ალბათ არა. აბა საიდან უნდა გაიგონ? გაიგებენ რომ მოყვა. საიდან და რა ასაკიდან? შოულები ერთიან. საიდან უნდა გაიგოს ბავშვმა? და გაიგებს როგორც უნდა. საიდან? აი მაღლიდან, ციდან, მაღლიდან. მე მე-7 კლასიდან, მე-6 კლასიდან. ჩემი აზრით არა. საიდან უნდა გაიგონ ბავშვებმა ამის შესახებ? ალბათ შობლებმა. არა, ის მე-4 კლასიდან. ჩემი აზრით უნდა ისწავლებოდეს და რაღაც დოზით. ისე შეიძლება ყველაფერი ვერ ისწავლოს ადამიანმა, ან ვერ აუხსნათ ადამიანმა ასაკის ბავშვი, მაგრამ სადღაც 13-14 წლიდან კი უნდა იყოს ამის ინფორმაცია სკოლებში, ჩემი აზრით. სკოლებში რა ვიცი. საიდან? კი, უნდა ისწავლებოდეს, რომ გაიგოს. პატარა მოხელა ასაკიდან გოგო რა და ბიჭებს. მე ნორმალური შეხედულებები ქონდათ მაგების შესახებ. იმიტომ რომ ფერმა არ იცის მაგის შესახებ არაფერი და ყველაფერი საკუთარი დამახინჯებული. და რა ასაკიდან? ალბათ 17-18 ასაკიდან. უნდა ისწავლებოდეს თუ არა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სკოლებში? მე ვერ ვიტყვი. გარკვეულ ასაკიდან. რა ასაკიდან? დაახლოებით 16 წლიდან. თავისშვილი რომ შეიძლება და ცოტა უფროსი ასაკიდან, 10 წლიდან. საიდან და ცხოვრება ასწავლით ჩილო, მე სიყვარული ასწავლით, მე ყველაფერი ეს ასწავლით, როცა ასაკში იქნებიან. არ შეიძლება ბავშვებმა ისწავლონ სკოლაში. სკოლაში უნდა ისწავლონ საგნები და უნდა ისწავლონ ცხოვრება. მე მგონი რომ ტყუილია ეს რაღაცები, არ შეიძლება რომ ბავშვებმა მაგისკენ გადახარონ თავიანთი ჭკუა და გონება. უნდა ისწავლებოდეს რაღაც ცოტა მაინც უნდა იცოდეს, მაგრამ დღეს არა მაგის აუცილებლობა, ისედაც ყველაფერი იციან ახალგაზრდებმა. რა ასაკიდან? მაღალ კლასებში, აბა დაბალში ხომ მაგას არ ასწავლის არავინ არა საჭირო. მგონია მაღალ კლასებში უნდა ისწავლოს. რა ასაკიდან? მე 10 კლასიდან.